დღეს ვისაუბრებ ძალიან საინტერესო, ძალიან მრავალმხრივ შემოქმედზე, როგორიც არის პოლ კლე. ის არის ძალიან კრეატიული, დამოუკიდებელი და ინდივიდუალური მხატვარი და არამხოლოდ მხატვარი. ის იყო მუსიკოსიც. რადგან დაიბადა მუსიკოსების ოჯახში და შესანიშნავად უკრავდა ვიოლინოზე. ის არის ადამიანი, რომელმაც გამოიკვლია ფერის თეორია და კუბისტური იდეები და ბავშვური ხელოვნება, ბავშვური ნახატები ერთმანეთს შეუხამა და ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ხელოვნების და მხატვრული აზროვნების გათავისუფლებაში. პოლ კლე დაიბადა 1879 წლის 18 დეკემბერს ბერნთან ახლოს, შვეიცარიაში. მამამისი ჰანს კლე იყო მუსიკის მასწავლებელი, ხოლო დედამისი იყო პროფესიონალი მომღერალი. ესენი არიან მისი მშობლები. აქეთ როგორც ხედავთ უკვე ასაკში შესული მშობლები. აქაც ისინი ამ შემთხვევაში შუა ფოტოს გულისხმობ, არიან უკვე თავიანთ რძალთან ერთად და შვილიშვილთან ფელიქს კლესთან ერთად და ეს არის პაულ კლეს უფროსი და მატილდა. ეს კი მამის პორტრეტია, რომელსაც კიდევ ერთხელ მიუბრუნდები. მშობლების წახალისებით 7 წლის ასაკში დაიწყო ვიოლინოს შესწავლა მუნიციპალურ მუსიკალურ სკოლაში. სადაც დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალ დონეზე ფლობდა ინსტრუმენტს და 11 წლის ასაკში, როგორც არაორდინარულმა, ესე იგი ძალიან ნიჭიერმა მუსიკოსმა, მიიღო მოწვევა ბერნის მუსიკალური ასოციაციიდან, რომ იქ დაეკრა. გარდა ამისა, მას ჰქონდა სხვა ჰობებიც და აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნამუშევარი აი ამ მხატვრისა. ეს იყო ხატვა, როგორც ხედავთ, და პოეზია. ის წერდა ლექსებსაც და არა მხოლოდ ლექსებს. საერთოდ პოლ კლეს შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიება შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის თვითონ თავისი ხელით წერდა დღიურებს. და ეს დღიურები ისეთი გულწრფელია, ისეთი ნამდვილია, ისეთი შეუნიღბავი არის, რომ ნებისმიერ მისი ბიოგრაფიის შემსწავლელს, მკვლევარს თუ უბრალოდ მის მოყვარულს, ყველას შეიძლება რომ ძალიან გულდასმით და სიღრმისეულად შეისწავლოს როგორც მისი პიროვნება, ასევე შემოქმედება. რადგან ამ საკითხს მივადექი, მინდა აღვნიშნო რამდენიმე ფაქტორი, რომელსაც გამოვყოფდი პოლ კლეს ცხოვრებიდან. აი, როდესაც მის შემოქმედებაზე ვაკეთებდი აი ამ პრეზენტაციას, ვამზადებდი თემას და რადგან ინტენსიურად მიწევდა შეხება მის ბიოგრაფიასთან, რამდენიმე ფაქტორმა მიიქცია ყურადღება, რამდენიმე თავისებურება. პირველი, ეს იყო მისი სტრუქტურირებული აზროვნება. ესე იგი, ყველაფერს ის აქცევს ძალიან მკაცრად დისციპლინირებულ ჩარჩოებში, თუნდაც თავის აზრებს. რამაც საშუალება მისცა მას, რომ ჩამოყალიბებულიყო სწორედ ისეთ ხელოვანად, როგორადაც ჩამოყალიბდა. მეორე, მისი დამოკიდებულება ოჯახთან, სამშობლოსთან, ხო, აი ესეც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ის ხშირად აღნიშნავს თავის განსაკუთრებულ დამოკიდებულებებს თავის მშობლებთან, შვეიცარიასთან, დედამისი იყო შვეიცარიელი, მამამისი იყო გერმანელი. და მისი ცხოვრებაც მართლა აი ამ ორ ქვეყანაზე გადანაწილდა, ასე რომ ვთქვათ. და ასევე აი, როდესაც მისი დამოკიდებულება ცოლთან, ოჯახთან, ზოგადად, როდესაც უკვე თავისი ოჯახი შექმნა, ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. იმიტომ რომ იკითხება ყველგან, რომ ნამდვილად მის ცხოვრებაში აი ამ ასპექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ესე იგი, როგორც გითხრათ,
ის იყო შესანიშნავი მხატვარი, რისი დამამტკიცებელი საბუთიც აი აქ არის და ასევე პოეტი. ესე იგი, თუ ის მაგალითად არ კითხულობდა, კითხვაც ძალიან უყვარდა და ესეც ძალიან კარგი მიმანიშნებელია იმის, რომ განათლებული ადამიანი იყო და მე ვფიქრობ, რომ სწორედ აი ამ განათლებამ მისცა მას ეს შინაგანი თავისუფლება, რითიც თავისი ხელოვნება შექმნა. ის დაკავებული იყო თავის რვეულებში, სასკოლო რვეულებში, მაგალითად, კარიკატურების ჩახატვით. 1898 წელს ის გადავიდა ოჯახთან ერთად მიუნხენში, სადაც სწავლა დაიწყო ნატიფი ხელოვნების აკადემიაში. ჰაინრიხ, პირველ სურათზე თქვენ ხედავთ ჰაინრიხ კნირს, რომელიც სხვათა შორის არის ცნობილი თავისი ჰიტლერის პორტრეტით, და ჰანს ფონ შტუკი. შტუკი იყო ალეგორიული სურათების ძალიან მკაცრად აკადემიური მხატვარი, თუმცა მისი წარმოსახვა, მისი ალეგორიები ძალიან ფასეული აღმოჩნდა კლეს შემოქმედებითი განვითარებისთვის. საერთოდ გირჩევთ, რომ აი ყველა შემოქმედი, ვისაც დღეს დავასახელებ და გიჩვენებთ, დამოუკიდებლადაც მოიძიოთ და ნახოთ მათი შემოქმედება, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება არის დაკავშირებული კლეს ცხოვრებასთან და სახელთან. აა მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ძალიან ნიჭიერი მხატვარი, მოირჩეოდა ესეთი ბოჰემური ცხოვრებით, ყოველ საღამოს დადიოდა პაბებში, ჰქონდა უამრავი რომანი, რომელთაგან ერთ-ერთი დასრულდა მისი შვილის დაბადებით, რომელიც სამწუხაროდ მალევე გარდაიცვალა. თუმცა ეს არის მისი მეუღლე ლილი, ეს შვილი მასთან არ ყოლია. ლილი გაიცნო მოგვიანებით, როდესაც ერთ-ერთ მუსიკალურ საღამოს ესწრებოდა ორივე. ლილი იყო შესანიშნავი პიანისტი, აი ვირტუოზი, თავისი საქმის ძალიან მაღალ დონეზე მცოდნე და იმზენად რომ გარკვეული პერიოდი, როდესაც მათ უჭირდათ,ლილის გაკვეთილებით შემოსავლით ირჩენდნენ თავს. პაულ კლე მიემგზავრება იტალიაში. და რა თქმა უნდა, იტალიაც, როგორც იცით, არ არსებობს ხელოვანი, რომელზეც იტალიას არ მოიხსნიოს განსაკუთრებული გავლენა. მან იქ იხილა რომაული და რენესანსული ხელოვნების ნიმუშები და იქიდან დაბრუნებულმა გადაწყვიტა გამოევლინა თავისი ნიჭი კარიკატურების ხატვაში და მან შეასრულა ძალიან საინტერესო ნამუშევრები. ეს არის მისივე ჩანაწერი, სადაც ჩანს, მოკლედ, როგორ ასრულებდა ის ამ ნამუშევრებს. უნდა გამეანალიზებინა მასწავლი, რომ მომავალი განვითარებისთვის გამომეყენებინა. ჩემი განზრახვა, რომ განმეხორციელებინა, დავბრუნდი ბერნში, ჩემი ბავშვობის ქალაქში. ჩემი იქ ყოფნის ნაყოფი იყო 1903-1906 წლებში შესრულებული გრავიურები, რომლებმაც გარკვეული ყურადღებაც კი დაიმსახურა. მე თქვენ გაჩვენებთ ახლა აი ამ დიდებულ ნამუშევრებს, ამ კარიკატურებს, რომლებიც, როგორც აღნიშნე, პირადად მოგწერეთ, რომ ეს არის გრავირების ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, რომელიც შთაგონებული არის რენესანსული გრავიურებით, ხო? აი მაგალითად ალბრეხტ დიურერი, თქვათ, იყო ძალიან 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 მაღალი დონის გრავიორი, ხო? და არა მხოლოდ ის, ბევრი რენესანსის მხატვარი მუშაობდა ამ ტექნიკაში. და აი ამ კარიკატურებით ის იკვლევს სოციალურ ფარისეულობას, მხატვრულ ტრიუმფს და თქვათ მარცხს, ასევე ქალის ბუნებას, ქალის ბუნებასთან დაკავშირებულ თავისებურებებს. დააკვირდით, თითოეული გრავიურა ნამდვილად აღმაფრთოვანებელი არის. არა მხოლოდ იმ ხასიათებით, რომლებსაც ავლენს პოლ კლე, აი ამ გამოგონილ, საერთოდ ამ ნამუშევრებს ქვიათ გამოგონებები და მართლაც თითქოს გამოგონილი არსებები არიან, ხო?
თვითონ ეს წარმოსახვა მისი ძალიან საინტერესოა, მაგრამ მინდა შეხედოთ მის ტექნიკას, ესე იგი ტექნიკური თვალსაზრისით რამდენად მაღალ დონეზე მუშაობს და რამდენად დიდი პროფესიონალი არის და როგორი პედანტი არის, ხო? ესე იგი, როგორც გითხარით, აი, როდესაც მის ბიოგრაფიას სწავლობ, წარმოუდგენელია, რომ არ შთაგაგონოს მისმა აი ამ დისციპლინირებულობამ, მოწესრიგებულობამ, რაც ძალიან კარგად ვლინდება, როგორც გითხარით, მის ჩანაწერებში, მის დამოკიდებულებებშიც, ხო, აი თითქოს ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მის ცხოვრებაში და შემოქმედებაშიც, ხო, იმიტომ რომ თუ არა პედანტს სხვა სვის შეუძლია აი ასეთი საოცარი ნამუშევრების შექმნა. და აი აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ პოლ კლე, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ მართლა თავისი ბავშვური შემოქმედებით, ძალიან დიდი პროფესიონალია და არავითარი პრობლემა არ აქვს, როგორც მხატვარს, ხო? სრულიად ჩამოყალიბებული და შემდგარი არის. ისევე როგორც პიკასოს, რომელსაც ხშირად ხშირად მიაწერე ხოლმე, რომ თითქოს არ ხატავდა კარგად. თუმცა არა, ზუსტად იმიტომ, რომ ისინი იყვნენ დიდებული მხატვრები, ხო? აკადემიური თვალსაზრისით, ამიტომ გახდნენ დიდებული მხატვრები აბსტრაქციაში, კუბიზმში და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის სწორედ აი ამ სერიიდან, მაგალითად აი მეორე კომპოზიციას ეწოდება გმირი ფრთით, ხო? და როგორც ხედავთ, ძალიან საინტერესო წარმოსახვაზე მიუთითებს. 1905 წლის ივნისში ის ეწვია პარიზს და ნახა იმპრესიონისტების ნამუშევრები, თუმცა სანამ ამაზე ვისაუბრებ, ბარემ მამის პორტრეტიც მინდა გიჩვენოთ, ეს პორტრეტი შესრულებული არის მისივე ექსპერიმენტული ტექნიკით, ესე იგი მუქ მინაზე ხატვის ტექნიკით. საერთოდ პოლ კლე არის ექსპერიმენტატორი მხატვარი და აი ხშირად აღნიშნავ ხოლმე რომ ასეთ მხატვრებს, რომლებიც თამამად მოურიდებლად მიდიან ექსპერიმენტებს, აქვთ ძალიან დიდი მნიშვნელობა. არა მხოლოდ მათივე შემოქმედებითი განვითარებისთვის, არამედ ისინი სხვა ხელოვანებს აძლევენ უდიდეს რესურსებს. ანუ ამ თავიანთი ექსპერიმენტებით სხვებსაც უკვალავენ გზას, ხო? და აუცილებლად მინდა გაუსვა ამას ხაზი. ესე იგი 1905 წელს 5 წლის ივნისში ის ეწვია პარიზს და ნახა იმპრესიონისტების ნამუშევრები, ასევე ვან გოგის, პოლ სეზანის და ასევე ბელგიელი მხატვრის ჯეიმს ენსორის სურათები და ესე იგი აი ეს თანამედროვე ხელოვნება მისთვის აღმოჩნდა გამათავისუფლებელი შინაგანად. და აი ასევე პარიზიც, ხო, იტალიის მსგავსად ძალიან ბევრი მხატვრისთვის გახდა შინაგანი თავისუფლების და გარდატეხის ადგილი, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი არის. 1905 წლის 6 წლის 15 სექტემბერს პოლ კლე და ლიალი შტუმფი და შემდეგ ლიალი კლე წოდებული, ხო, ქმრის გვარი მიიღო, დაქორწინდნენ და გადავიდნენ მიუნხენში საცხოვრებლად. სადაც როგორც გითხარით, ლილის ფორტეპიანოს გაკვეთილების შემოსავლით ირჩენდნენ თავს. და 1907 წელს შეეძინათ შვილი ფელიქს კლე, რომელიც ასევე, აი, წეგან გითხარით, რომ ოჯახთან დამოკიდებულება მეთქი, ხო? ფელიქსის ჩანაწერებიც რომ ნახოთ, აი მის დღიურებს უძღვის წინ ფელიქსის ჩანაწერი, იმიტომ რომ თვითონ ფელიქსმა გამოაქვეყნა. იქაც იგრძნობა, როგორი ფრთხილი დამოკიდებულება აქვს მამის სამყაროს მიმართ. და აი ხო თითქოს არაფერი, მაგრამ აი ეს პატარ-პატარა პიროვნული თავისებურებები კიდევ უფრო ღრმას ხდის თვითონ შემოქმედს, ხო? აი უფრო ადამიანად აღიქვამ და მისი შემოქმედებაც უფრო
მისაღები ხდება შენთვის, როგორც მაყურებლისთვის და უფრო გასაგებიც ხდება, ხო? აი თუნდაც ეს წესრიგი, აი ფონი რომელიც პრეზენტაციას აქვს, ასევე პოლ კლეს ნამუშევარი არის და აი აქაც როგორც ხედავთ, ესე იგი, როდესაც პრეზენტაციას ვაწყობდი, ძალიან მომწონდა, რომ ეს იმდენად მოწესრიგებულად არის ყველაფერი გაკეთებული, რომ საშუალებას მაძლევდა, რაც შეიძლება სიმეტრიულად, მაგალითად, გამენაწილებინა ფოტოები, ხო? თვითონ ფონი მაძლევდა ამის საშუალებას და ესეც ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. ესეც დამეხმარა, ესე ვთქვათ, რომ კიდევ სხვანაირად შემეხედა ამ მხატვრისთვის. აა ესე იგი, როგორც გითხარით, შეეძინათ შვილი ფელიქსი, რომელიც სხვათა შორის მოგვიანებით ისწავლის ბაუჰაუსში, სადაც მამამისი ასწავლის და აი ეს რამოდენიმე წელი პოლ კლეს შემოქმედება ცოტა ნელა ვითარდებოდა, იმიტომ რომ ის დროს ანაწილებდა შემოქმედებასა და ოჯახს შორის. და ასევე მინდა გითხრათ, რომ არსად არ არის ესეთი დამოკიდებულება მისი მხრიდან არ ჩანს, რომ ეს რაღაცა მისთვის განსაკუთრებულად ტრაგიკული არის, ხო, როგორც ხდება ხოლმე. ესე იგი, ის გრძნობს ამ პასუხისმგებლობებს და მოკლედ ნამდვილად ძალიან საინტერესო და შესანიშნავი პიროვნება არის. 1911 წელს პოლი შეხვდა ავსტრიელ გრაფიკოს ალფრედ კუბინს. ეს არის კუბინის ერთ-ერთი ნამუშევარი. ისინი დამეგობრდნენ და აი ამ მხატვარმა დიდი გავლენა მოახდინა პოლ კლეზე, რადგან შთააგონა, რომ შეესრულებინა ვოლტერის კანდიდის ილუსტრაციები. ეს არის პოლ კლეს შესრულებული ილუსტრაციები და აი როგორც ხედავთ, აი აქ უკვე ის სრულიად უარყოფს რეალისტურ მხატვრობას, უკვე არ აინტერესებს დიდი ხანია და ძალიან საინტერესო, როგორც ხედავთ, ესეთ ექსპრესიულ, ფორმალისტურ ნამუშევრებს ქმნის. რას გულისხმობ? აი, შეხედეთ, თითქოს ხაზის დინამიკა არის, ხო? აი, რაღაც თითქოს ერთი წერტილის დინამიკა არის თავიდან ბოლომდე. მაგრამ როგორი სახიერია, როგორი ექსპრესიული არის, ხო? ემოციური არის. აი, შეხედეთ, მართლა ძალიან კარგი ნამუშევრები არის, გრაფიკული. აი, ესეც. და ესე იგი ისე მოხდა რომ მოგვიანებით სექტემბერში პოლ კლე შეხვდა ისეთ მხატვრებს როგორც არის ავგუსტ მაკე, ვასილი კანდინსკი, ფრანც მარკი. ეს არის თანამედროვე ხელოვნების, არ ვიცი, აი რაღაცა ნამდვილად უდიდესი წარმომადგენლები და წარმოგიდგენიათ ალბათ როგორი გავლენა მოახდინეს მის შემოქმედებაზე, განსაკუთრებით ფრანც მარკი აღმოჩნდა საკვანძო პიროვნება, რომელმაც უჩვენა პოლ კლეს რამდენად შორს შეიძლებოდა წასვლა შემოქმედებითად, აი აბსტრაქციაში, ხო? აა 1900 აჰა, ეს ძალიან საინტერესო პერიოდი არის. 1912 წელს პოლი და ლილი ეწვნენ პარიზს. ნახეს პიკასოს, მატისის ნამუშევრები, მორის დე ვლამინკის ნამუშევრები და აი იქ იწყება უკვე ახალი ეტაპი პოლ კლეს შემოქმედებაში. ის უკვე ძალიან სიღრმისეულად ინტერესდება ფერით, იმიტომ რომ ზემოთ ნახსენები მხატვრების მიერ ფერების გამოყენება ძალიან შთააგონა ის. და იწყებს ახალი ფერადოვანი ექსპერიმენტების სამყაროში არსებობას. 1914 წელს, ხო, და ეს მისივე ჩანაწერი მაქვს მოტანილი, აი ამ პერიოდში ის აკეთებს ესა ჩანაწერს. ფერთან დიდი ბრძოლა მელოდა. ესე იგი, ძალიან საინტერესო არის, ხო, საინტერესო მიდგომა არის, რომ ფერთან ბრძოლა გელოდება, რომ ფერს, ნახეთ, ფერი არ არის რაღაც ბრტყელი, ფერი მისთვის არის რაღაც ისეთი დიდი მოვლენა, რომ მასთან ურთიერთობაზე საუბრობს, ანუ ფერთან დიდი ბრძოლა მელოდა. ურთიერთობს ფერთან, ხო? ანუ ძალიან კარგად ერთი პატარა ფრაზაა, მაგრამ ძალიან კარგად გადმოსცემს პოლ კლეს
აზროვნების ფორმას საერთოდ. 1914 წელს ის ტუნისს ეწვია სხვა მხატვრებთან ერთად და ჰამამეტში მან ჩაინიშნა დღიურში თავისი ძალიან ცნობილი სიტყვები, რამაც რაც მიგვანიშნებს, რომ აქ მოხდა მის შემოქმედებაში ფერწერული გარღვევა, ფერი და მე ერთნი ვართ. ეს არის ჰამამეტის პეიზაჟები, ან ტუნისის პეიზაჟები. სადაც ძალიან კარგად ჩანს, ამ ნამუშევრებში ნათლად ჩანს, როგორ შთააგონა მხატვარი ტუნისის ზიანმა კაშკაშა სინათლემ და მიუხედავად იმისა, რომ თქვათ ფერი ხო, ეს აბსტრაქტული არის ეს ნამუშევრები. ხო, იგრძნობა რომ ფერი, ფორმა და ბუნდოვანებაც კი, მაგალითად ამ ნამუშევრებში, ძალიან კარგად გადმოსცემს მხატვრის განცდებს ტუნისში პეიზაჟების ხილვის დროს. ეხლა ერთი წუთით მე მინდა აი აქ ესე ვთქვათ, გავაკეთო პატარა პაუზა და გავაკეთო შემდეგი კომენტარი. აბსტრაქტული ხელოვნების გაგება ვიცით, რომ ძალიან აა, თავისებურ ხედვასთან არის ხო დაკავშირებული. აა, აი მაგალითად ეხლავე თუ გაიხედავთ თქვენ ფანჯარაში თქვენივე სახლიდან და თუ კი ყველაფერს რასაც დაინახავთ დაიყვანთ მაგალითად ხაზებამდე ხო სახლებს ვხედავ მე პირადად ამ წუთას ვხედავ მთას ვხედავ ძალიან დიდი დოზით აი ამ გადმოფარებულ ცას ხო რომელზეც არის ღრუბლები მე თუ ამ პეიზაჟს აღწერ ხაზებით და ფერებით მაგრამ დააკვირდით როგორი ფერებით ნახეთ ფერი დღის სხვადასხვა მონაკვეთში ცას ექნება აუცილებლად სხვადასხვა ხო რაც განსაზღვრავს ემოციურ განწყობას მაგალითად როცა არის მოღუშული დღე მოღუშულ დღეს აქვს თავისი კონკრეტული ფერები და ის ფერები ქმნის ჩვენს განწყობას მზიან დღეს შესაბამისად თავისი ხო მაგრამ აი ამ ფერებშიც და ამ ბუნებაშიც ხო ბუნებრივ გამოვლინებებშიც არის თავისი გრადაციები თავისი ტონები მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეხლა, როდესაც ამ წუთას, როდესაც გელაპარაკებით, თქვათ, შეგრძნებებზე, კიდევ უფრო გასაგები ხდება, რა იგულისხმება სიტყვებში ფერი და მე ერთნი ვართ და რა იგულისხმება აი ამ აბსტრაქტულ ნამუშევრებში, რომელიც შესრულებული არის აკვარელში, ხო? იმიტომ რომ აკვარელი ძალიან გამჭვირვალე არის, ხო? და დიახ, ზოგჯერ პეიზაჟი არის ძალიან გამჭვირვალე. ზოგჯერ პირიქით, ხო, მოითხოვს, რომ რაც შეიძლება მსუყე ფერები გამოიყენო იმისათვის, რომ შენ ეს განწყობა გადმოსცე. და საერთოდაც, როცა ვსაუბრობთ აბსტრაქტულ ხელოვნებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სულიერ მხარეზე. აბსტრაქტული ხელოვნება ეს არის აა ადამიანის სულიერი პლასტების ენა. აი ჩვენ მაგალითად ხომ ვერ რეალისტურად ვერ გადმოვცემთ მაგალითად თუ ვიტყვით რომ მე განვიცდი შიშს მე განვიცდი აღფრთოვანებას აი მაგალითად რომ მოგვეცეს ესეთი ამოცანა აღწერე რა არის აღფრთოვანება ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს გადავინაცვლოთ ჩვენ სულიერ სფეროში და არა მატერიალურ სფეროში ამიტომ აბსტრაქტული ხელოვნება ნამდვილად ძალიან რთული ხელოვნებაა რომელსაც რომელიც დაკავშირებული არის გრძნობელობასთან თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავის სულს ყველა განწყობას ყველა სულიერ პროცესს რომელიც ჩვენში ხდება აქვს თავისი ფერი ფორმა და ფაქტურაც კი სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს პოლკლე. ამიტომაც არის ძალიან დიდი მხატვარი, იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ მის შემდგომ განვითარებას და წარმოუდგენელია მისმა აბსტრაქციამ არ დაქტოვოს აღფრთოვანებული, იმიტომ რომ და მეორე საკითხი არის კიდევ ხომ ხშირად ვუმეორებ ხოლმე მოსწავლეებს მაგალითად რომ
მხატვრები ახდენენ აა, მხატვრული აა, ელემენტების ორგანიზებას. სურათი, ხო? მხატვრული კომპოზიცია. ეს არის რაღაც ელემენტების ისე დალაგება, ისე ორგანიზება, რომ მაყურებელზე მოახდინოს კონკრეტული შთაბეჭდილება, ხო? რაც უფრო ზუსტად არის მიგნებული ის გზა, თუ როგორ დაალაგდეს ეს ელემენტები, ფერები, რა შეიძლება იყოს ელემენტი? ფერი, ფორმა, ხაზი. რაც უფრო გრძნობი არის ამ მხატვარი, მით უფრო კარგად ალაგებს ამ ელემენტებს, მით უფრო ზუსტად უკეთებს ორგანიზებას ისე, რომ შენზე მაყურებელზე ამან მოახდინოს შთაბეჭდილება. ყველას შეუძლია გამოიყენოს ხაზი, ფერი, მაგრამ ყველას არ შეუძლია გამოიყენოს შთამბეჭდავად, ხო? ამიტომ აი ძალიან საინტერესო არის სინამდვილეში აბსტრაქტული ხელოვნება, აბსტრაქტული სამყარო და გირჩევთ რომ რაც შეიძლება ბევრი ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან დაგეხმარებათ. მით უმეტეს მე დარწმუნებული ვარ რომ დღეს აი ამ შეხვედრას ესწრება და ასევე თუ ნახავს, ესე იგი ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს, აა ეს ეს დაგეხმარებათ იმაში, რომ თუ თქვენივე შემოქმედება გახდეს უკეთესი, ხო? ამიტომ ამიტომ გირჩევთ და აუცილებლად გავაგრძელებ აბსტრაქციის სერიას, არა მხოლოდ პოლ კლეზე მოგიყვებით, არამედ კიდევ ყავს ერთი განსაკუთრებული ადამიანი გეგმაში, ეს არის იოჰანეს იტენი, რომელიც იყო ფერის თეორეტიკოსი. აი, ადამიანი რომ ამბობს, ფერი და მე ერთნი ვართ. ეს რა გამოცდილებაა? ეს არის სულიერი მისტიკური გამოცდილება და ეს არ არის რაღაც მატერიალური გამოცდილება, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესო პიროვნებები არიან, ძალიან შთამაგონებლები არიან და აუცილებლად გირჩევთ მათი შემოქმედების უფრო სიღრმისეულად გაცნობას. ტუნისიდან დაბრუნებიდან 3 თვეში მეგობრებო იწყება პირველი მსოფლიო ომი. თავიდან არა, მაგრამ 1916 წელს გაიწვიეს პოლკლეც, თუმცა წინა ხაზზე არ უბრძოლია, რადგან კანონის მიხედვით ხელოვანები ირიდებდნენ, ესე ვთქვათ, წინა ხაზზე ბრძოლას, თუმცა მისი მეგობრები ავგუსტ მაკე და ფრანც მარკი ბრძოლაში დაიღუპნენ სამწუხაროდ. ძალიან ახალგაზრდები და შემოქმედებითი ენერგიით სავსეები, ხო? ამ პერიოდთან დაკავშირებით პოლკლეს ჩანაწერებიდან ვარკვევთ, რომ სამხედრო სამსახურის 3 წლის გამოკლებით, როდესაც დისლოცირებული ვიყავი ლანცჰუტში, შლაისჰაიმსა და გერტჰოფენში 1920 წლამდე მუდმივად მიუნხენში ვცხოვრობდი. ამასთან არასდროს გამიწყვეტია ჩემი კავშირი ბერნთან. ყოველ წელს ზაფხულობით ვბრუნდებოდი ჩემი მშობლების სახლში 2-3 თვით. აი, აქ ძალიან კარგად ჩანს, ხო? არასოდეს გამიწყვეტია ჩემი კავშირი ბერნთან. არ უნდა რომ გაწყო უყვარს ბერნი უყვარს შვეიცარია და ასევე ზაფხულობით ვბრუნდებოდი ჩემი მშობლების სახლში 2-3 თვით. ანუ მჭიდრო კავშირი ქონდა ხო თავის მშობლებთან. ეს არის ჯარისკაცი პოლ კლე. ეხლა მინდა გიჩვენოთ მისი შესანიშნავი ნამუშევრები ამ პერიოდიდან. აი, აქ უკვე ძალიან კარგად ჩანს, როგორც ხედავთ, როგორ გაიზარდა, ხო? როგორ გამოასხივა მისი სულიდან აი ამ ფერებმა, აი ორგანიზებაზე ვსაუბრობდი და მინდა რომ შეხედოთ როგორ აორგანიზებს ის, მოდი ჯერ ამას შევხედოთ, მაგალითად კაკოდემონურში აი ამ წერტილებს, ფერებს, ხაზებს, ხო, როგორ თავისებურ წესრიგს დაუქვემდებარა ყველაფერი, ყველა ელემენტი და ქმნის ძალიან შთამბეჭდავ, შთამაგონებელ კომპოზიციას. წარსულის პეიზაჟი, სადაც ასევე, როგორც ხედავთ, ძალიან ცოცხალი ლურჯი განსაკუთრებით გვხვდება თვალში, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არა, აი ნახეთ ლურჯის, ნარინჯისფერის, ყვითლის, წითელისა და თეთრის როგორი კომბინაცია არის, ხო? აი ორგანიზება, კომპილაცია, რომელიც ძალიან ლამაზი არის და ძალიან უხდება. შესაძლოა ყვავილის მითი. აა მინდა შეხედოთ, ხო, თითქოს ყვავილია. ნუ აბსტრაქტული ხელოვნება არის, მაგრამ დააკვირდით
მ, მ, ძლიერი არის ფორმა და აი ამ ფორმას როგორ უხდება ეს კაშკაშა ძალიან ცოცხალი და ენერგიული წითელი. აი ამ უმშვენიერესი იისფერი, ცისფერი და თეთრი ჩანართებით. სამხრეთის ბაღები. ხო, აი აქაც ფერთან მუშაობს. 1920 წელს მიუნხენში მოეწყო გამოფენა, სადაც გამოიფინა პოლ კლეს 362 ნამუშევარი. და მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი წლიური შემოსავლის გამსაზღვრელი იყო და უზრუნველყოფდა, ხო? მან მიიღო გადაწყვეტილება, მიიღო ვალტერ გროპიუსის მიწვევა ისეთ შესანიშნავ სკოლაში, როგორიც იყო ბაუჰაუსი. ბაუჰაუსი იყო თანამედროვე ხელოვნების სკოლა, რომლის დამაარსებელსაც ხედავთ ახლა ეკრანზე. ბაუჰაუსში ვალტერ გროპიუსმა შეკრიბა თანამედროვე ხელოვანები და სხვათა შორის წეღან ვახსენე ფერის თეორეტიკოსი იოჰანეს იტენი ისიც ბაუჰაუსში ასწავლიდა. წარმოგიდგენიათ ალბათ რა მხელა ფუფუნება ქონდათ სტუდენტებს, ხო? შენი ლექტორი როცა არის პოლ კლე. ხო, იოჰანეს იტენი. მოკლედ რას წარმოადგენდა ბაუჰაუსი? ბაუჰაუსი იყო ვეიმარში, სკოლა იყო ვეიმარში და ვალტერ გროპიუსმა აქ ხელოვანები და ხელოსნები გააერთიანა, ხელოვანები მუშაობდნენ იდეებზე და ხელოსნები ამას ხორცს ასხამდნენ და აი თანამედროვე დიზაინი, ხელოვნება ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება მაგიდაზე გედოთ ის სანათი, რომელიც თავიდან რომლის ფორმაც თავიდან თქვათ მოიგონეს ბაუჰაუსში, ან შესაძლოა იჯდეთ სკამზე, რომლის თავდაპირველი ფორმა მოიფიქრეს ბაუჰაუსში, ხო, ეს თანამედროვე დიზაინი მოკლედ და იყო შესანიშნავი სკოლა, აი ნამდვილად შესაშური რომ მოგინდება ხო რომ ისწავლო განვითარდე და რაღაც ახალ იდეებს დაეწაფო და ინტელექტუალური საკვები მიიღო. აა ვალტერ გროპიუსი იყო არქიტექტორი და როგორც გითხარით, ესე იგი მიიწვიეს პოლ კლე ამ სკოლაში ის კითხულობდა საბაზისო კურსს დიზაინისა და ხელოვნების მექანიკის შესახებ და მან ბაუჰაუსში სწავლების პერიოდში შექმნა ჩანაწერების კრებული, სადაც 3300-ზე მეტ გვერდზე აკეთებდა ჩანაწერებს და ჩანახატებს. და ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს თუ როგორ გულდასმით და სტრუქტურირებულად მუშაობს პოლ კლე, ხო? და მუშაობს რაზე? ფორმაზე, ფერზე, მოძრაობაზე, ტექსტურაზე, მათ გამოყენების საკითხებზე, მათ ურთიერთმიმართებებზე, ხო? და აი მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ მესმის ამ ჩანაწერებიდან, რადგან არ არის ჩემს აა მიუხედავად იმისა, რომ არაფერი არ მესმის ამ ჩანაწერებიდან, იმიტომ რომ არ არის ჩემს მშობლიურ ენაზე, ძალიან შთამოგონებელი არის აი ეს წესრიგი, რომელიც იკითხება მის ჩანაწერებში, ხო? ეხლა ვნახოთ მისი სხვა ნამუშევრები, სადაც უკვე მთელი სისავსით ჩანს თუ რა შედეგები მიაღწია აი ამ მუშაობამ ფერთან დაკავშირებით, ფორმასთან დაკავშირებით. იცით რა არის მსახიობის ნიღაბი. შეხედავ და ძალიან ესე სქემატურად ძირითად ხაზებში არის გადმოცემული თქვა ადამიანის თავი, თითქოს თმა, მაგრამ აი დააკვირდით როგორი ნაშრომი არის ფერის თვალსაზრისით, რიტმის თვალსაზრისით, ხომ? აი როგორ აქვს დალაგებული მწვანე ფერის, წითლის, ყვითლის, ვარდისფერის და თქვათ აი ფონი არის ლურჯი, ხო? შეხედეთ აი ლურჯ ფონზე კიდევ უფრო კარგად გამოიკვეთება წითელი. აი როგორ გრძნობს რა მოუხდება, ხო? რა უფრო სახიერი იქნება, რა უფრო შთამბეჭდავი იქნება. მთვარის ამოსვლა,
უმარტივესი, მინიმალისტური. აა, ხო, მხოლოდ გეომეტრიული ფიგურები, მაგრამ ძალიან კარგად იგრძნობა აა განწყობა, განწყობა, ატმოსფერო. ესე იგი, შემდეგ 1925 წელს ბაუჰაუსი გადადის დესაუში, ანუ დაიხურა ვეიმარს და გადადის დესაუში და გადადის პაულ კლეიც ამასთან ერთად დაინიშნა თავისუფალი ქანდაკების ფერწერისა და მხატვრული დიზაინის დირექტორად და სწორედ ამ წელს ქმნის ის თევზის მაგიას, აი ამ ნამუშევარს, სადაც როგორც ვხედავთ, წარმოდგენილნი არიან თევზები, ყვავილები, ადამიანები და ცენტრში ვხედავთ საათს და ესე იგი, მისი თქმით, ეს არის პლანეტური სივრცის გარემოს რიტმების გამზომველი საათი და მხატვრის აზრით ხელოვნება შექმნის პარაბოლა არის. ანუ ხელოვნება ეს არის სიმბოლური გადმოცემა სამყაროს შექმნის პროცესის შესახებ. აქაც მინდა რომ დააკვირდეთ აი ამ ორგანიზებას. ერთი წუთით. ორგანიზებას მუქ ფონს, მუქ ფონზე როგორ ისევ და ისევ ძალიან კარგად შთამბეჭდავად თვალისთვის ძალიან სასიამოვნოთ არის წინა პლანზე ისინი თევზები, ხო, თითოეული თევზის ფერი როგორი განსხვავებულია, როგორ თან თამაშობს, მაგრამ თან როგორ რაციონალურად, სრულიად გააზრებულად ალაგებს აი ამ ფერებს. შემდეგი ეს არის სასახლე და მზე, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, 1928 წელს შესრულებული. ასევე ერთ-ერთი პირველი, რომელსაც ინტერნეტში ნახავთ, როდესაც მის სახელსა და გვარს მოძებნით, იქნება ეს ნამუშევარი, კატა და ჩიტი, სადაც ძალიან კარგად ჩანს აი კუბისტური და ბავშვური ნახატების შერწყმა, ხო? ძალიან ბავშვურად გამოიყურება, მაგრამ თან ამავდროულად აი შეხედეთ აქაც როგორი ესეთი ფერის ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული, ხო? 1929 წელს მან იმოგზაურა ეგვიპტეში და ის ქმნის აი ამ ნამუშევრებს ეგვიპტით შთაგონებული და მე მგონი ძალიან გასაგებია რატომაც იყენებს მართკუთხა გეომეტრიულ ფიგურებს, იმიტომ რომ აი ეგვიპტე, ხო, რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენს წარმოსახვაში ნამდვილად ძალიან გეომეტრიულია და გეომეტრიულ ფორმებშიც რა ჭარბობს ეგვიპტეში? მართკუთხა ქვები, ხო? მაგალითად პირამიდების შემთხვევაში. ამიტომ სრულიად გასაგებია რა შთააგონებს პოლკლეს ეგვიპტეში და როგორ გადმოსცემს ამ ყველაფერს. დააკვირდით ფერებს. აი, საღამოს ცეცხლს დააკვირდით, გაქვს განცდა, რომ მზეს უყურებ, ჩამოვალ მზეს უყურებ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ ეს მზე არის მართკუთხა. თუმცა აი იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ძალიან გრძნობიარე მხატვარი, ძალიან კარგად გადმოსცემს ეგვიპტის შთაბეჭდილებებს. ეს არის კიდევ უფრო გვიანი მზის ჩასვლა, სადაც ასევე შესანიშნავად უკეთებს ორგანიზებას გეომეტრიულ ფიგურებს, წერტილებს, ხაზებს, ფერებს. მინდა რომ 30-იან წლებთან დაკავშირებული ჩანაწერები წაგიკითხოთ. 1930 წელს დიუსელდორფში პრუსიული ხელოვნების აკადემიაში ფერწერის კლასის ხელმძღვანელად მიმიწვიეს. ეს მიწვევა სიხარულით მივიღე. ამან საშუალება მომცა, რომ სწორედ იმ სფეროს სწავლებაზე ვკონცენტრირებულიყავი, რაც ნამდვილად ჩემი იყო და ამრიგად აკადემიაში ვასწავლედი 1931-33 წლებში. გერმანიაში პოლიტიკურმა არეულობამ მხატვრობაზეც იმოქმედა. არა მხოლოდ ჩემს თავისუფლებაზე, რომ მესწავლებინა, არამედ ჩემი შემოქმედებითი ნიჭის თავისუფალ გამოვლინებაზე. იმ დროისათვის უკვე საერთაშორისო აღიარება მქონდა როგორც მხატვარს, ამიტომ საკმარისად თავდაჯერებული ვიყავი, რომ მიმეტოვებინა თანამდებობა და ჩემივე შემოქმედებით მიარსება. მინდა გითხრათ, რომ ნაცისტები
რა თქმა უნდა, პოლ კლეს შემოქმედებას მიიჩნევდნენ გიჟურად, ხო? ვიცით რომ თანამედროვე ხელოვნებას მათ უწოდეს დეგენერატული ხელოვნება და ნამდვილად გავიდა მათი გადასახედიდან ეს მხატვარიც ამ იმაში ჯგუფში და რა თქმა უნდა, მოკლედ გერმანიაში არ იყო მისთვის კომფორტული ცხოვრება და გიჩვენებთ მის ისეთ გვიანი პერიოდის ნამუშევრებს და მინდა რომ ბოლოს დავასრულო მისივე ჩანაწერით ის ელოდებოდა ძალიან უნდოდა რომ მიეღო შვეიცარიის მოქალაქეობა და სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს გაკეთებული ჩანაწერი შეკითხვას თუ სად უნდა დავსახლებულიყავი ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე თავისით გაეცა პასუხი რადგან ბერნთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია კვლავ ძლიერად მიზიდავდა ის როგორც ჩემი ნამდვილი სახლი მას შემდეგ აქ ვცხოვრობ და ერთადერთი სურვილი, რაც დამრჩა ისაა, რომ ამ ქალაქის მოქალაქე გავხდე. ბერნი 7 იანვარი 1940 წელი პაულ კლე. 1940 წელს ის გარდაიცვალა და ვერ მიიღო, მოკლედ ვერ მოესწრო აი ამ მოქალაქეობის მიღებას და აი ეს არის მისი 1940 წელს შესრულებული ნამუშევარი, რომლითაც მინდა რომ დავასრულო დღევანდელი შეხვედრა სიკვდილი და ცეცხლი. რომელიც ვფიქრობ, რომ მისი სხვა ნამუშევრების მსგავსად არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მხატვრული თვალსაზრისით ძლიერი და მგრძნობიარე ნამუშევარი, რომელიც აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას მაყურებელზე.